ზოგიერშია ავთანდილ მარგიანი, რომელიც სულ გაუგებრობაში აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში გაკეთებული განცხადებების კვალდაკვალ ჩვენ ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ. მადლობა ბატონო ავთო, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რა სიტყვით, ვინ მიგიწვიათ გუშინ ქართული ოცნების პოლიტიკურ ღონისძიებაზე? დღეს ისინი ამბობენ, რომ თქვენ მათ არ მიუწვევი ხართ. ამ დროს თქვენ აცხადებდით, რომ მზად იყავით თქვენივე თანაპარტიელებთან და ხელმოწერების საფუძველზე შეერთებოდით, როგორც თქვენ უწოდეთ ივანიშვილის მოქალაქეთა კავშირს ოცნებას. ბატონო ავთო, არ გესმით ჩვენი? თქვენ გეკითხებით, დიახ, პირდაპირ ეთერში. კი, მაგრამ მე კი ბატონო. გამარჯობათ, გაიხარეთ საქართველოს უხალასე დარდიანი, გამარჯვების გზას გიჩვენებენ ივანიშვილი და მარგიანი. ბატონო ავთო. ქვეყანას გავაერთიანებთ, დავიქნებით ბედნიერი, გავიმარჯვებთ თუ ჩვენ რუსეთს, გაუწოდებთ ძმობის ხელი. ბატონო ავთო, ვინ მიგიწვიათ გუშინ პარტიულ ღონისძიებაზე? ვინც მართლმადიდებლობას აგმობს არის რუსეთის გმობელი, შორით მოყარეს გერჩიოს, კაი სახლო მეზობელი. ბატონო ავთო, ვინ მიგიწვიათ მე ვცხოვრობ იქ საგურამოში და ჩემს სახლთან მოვიდა სტუმრები და მე მიმიწვიეს იქით. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გვერდზე ვცხოვრობ მე თვითონ. მე მან ჩამასახლა საბჭოთა კავშირის განთქმულმა გმირმა ბიძაჩემმა იაროსლავ იოსელიანმა. და ახლა ასეთი გაუგებრობები არ უნდა იყოს, მაგრამ მთავარი რაც არის, ბიძინა ივანიშვილი ღმერთმა დალოცოს და სადაც არ უნდა იყოს, მე მასთან ყოველთვის გვერდში დავდგები. ბატონო ავთო, ქართულმა ოცნებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა დღეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ავთანდილ მარგიანი და ზოგიერთი სხვა ადამიანიც, ვინც იქ ესწრებოდა გუშინდელ პოლიტიკურ ღონისძიებას, ორგანიზატორებს არ დაუპატიჟიათ ამ ღონისძიებაზე. რა სიტყვით გეწყინათ ეს განცხადება? ქალბატონო, გენაცვალე შენ. როგორ შეიძლება ახლა ხალხი მაინც არ ისმენდეს, დასაპატიჟებელი როგორ ვარ, ჩემს სახლთან იყო ეს ღონისძიება. ხო, მაგრამ პარტიული ღონისძიება იყო და მე ბიძინა ივანიშვილის კითხეთ ერთი, ვინ ვარ მე მისთვის? ვინ ხართ თქვენ მისთვის? მე ოცნებას კითხეთ, ვისთვის ოცნება მთელი ცხოვრება. ახლა ბავშვზე კაი საყვარელი არაფერი, მაგრამ რაღაცა ბავშვური ის გამოდის აქ. რა, ბატონო ავთო? არა, აქ რაიმე ცუდს კი ვერ ხედავ, მაგრამ ბავშვური გაუგებრობაა რაღაცა. ვისთან, ოცნებასთან? არა, ოცნებიდან ვიღაც ბავშვური გაუგებრობით რა შუაშია მიპატიჟება, მე იქ ცხოვრობ ჯერ ერთი, მე იქ ვინც 320 კაცმა გადამკოცნა და თუ არ მიმეპატიჟეს თქვათ, ან რატომ უნდა მიმეპატიჟე, როცა მე იქ ცხოვრობ და მე ბიძინა ივანიშვილის და ოცნების ღონისძიებაზე მიპატიჟება მჭირდება? ეს უნდა პირადად ჩვენს უგდავ სოფლიო ვარსკვლავს კაცობის დიდ გმირსა და მომავალ ერის ბელაც ბიძინა ივანიშვილს კითხოთ. მაშინ მე თქვენ კითხავთ წეღარ ვინ ვარ მე მისთვის? ყველა ეკლესიაში სადაც შევხვდით პატარა საყვედურიც მითხრა, რომ ბატონ ავთანდი ჩვენ ხშირად ერთმანეთს რატო ვერ უნდა ვხვდებოდეთ? თქვენ რა უთხარით, რატო? ეს დაიწყო ცხონებული მეღვინეთ უხუცესის გასვენების რასაც ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ნაირი, ახლა მე კი არავის არ ვამცირებ, მაგრამ ერთ შეიძლება არც ყოლია ჯერ კაცი და ჩვენ მაგას გაუფრთხილდეთ და გვერდში დაუდგეთ და თავი დავანებოთ ამ რაღაც კინკლაუბებს. ბიძინა ივანიშვილის გვერდში დავდგეთ და გავიმარჯვებთ ყველა ერთად. ბატონო ავთო, თქვენ ერთი რამე ასე იყო გიგალორ თქებანიძის გასვენების დღეს მითხრა, ცოტა რატო დააგვიანეო. რეზო ჩხეიძის გამოსვენება როცა იყო სამებიდან, ბიძინა არის პირში მთქმელი კაცური კაცი და ბიძინა შეიძლება მე რას ვატყობ, იცი, აღმაშენებლის და ეკლესიის გზაზე გავიდეს ეგ და მესამე დიდი ბელადი გახდეს ქართველი ერის. ბატონო ავთო, თქვენ რომ ამბობთ, რომ მეუბნება რომ ხშირად არ გესმით, ვიცი თქვენი ამბავი, მაგრამ აი ვერაფერი გასაგები ვერ არის ეს, ახლა მე იქ ცხოვრობ. მოვედით მე და სიხარულიძე ყველაზე ნათელი ვაჟკაცი ბიჭი,
320 კაცმა გადამკოცნა და ახლა ვინ დამპატიჟა, არ დამპატიჟა, იქვე გვერდზე ცხოვრობდნენ. არა, მე იმიტომ დაგისვით ეს კითხვა, მოდით მე განმარტავ. ერთი წუთით. ვენაცვალე, ჩემი თავი ჯისსა და გვარს კვირი კაცშვილს, რომელსაც მიყავდა იქ და წარმოადგინა ახალი კადრები და იქ რამე კი არ იხილებოდა ან საკითხი ან მონაწილეობა მე გეტყვით რატომ გისვამთ ამ კითხვას ინგა გრიგოლია სენატოროს ჩემი თავი ვაჟკაცი ხალია და გადაიცით რომ მაგან ყველაზე კარგად იცის სად რა ხდება ინგა გრიგოლია გესაუბრებით ეხლა ბატონო ავთო პირდაპირ ეთერია და მე ვარ ინგა ხარ ინგა ვარ ჩემო ინგას გაუმარჯოს რომელიც იმერეთში გაიზარდა მეგრული გვარით შენ გენაცვალე ბატონო რატომ გისვავთ ეხლა შეიძლება ქალბატონი ინგა ერთი პატარა ის გიძღვნა ჩქიმი ინგა გრიგოლია თექირედო იროთქვან სიმართლეს მუნაფას ფაჩუმსუდო მოძერანა სინათლეს კარგით ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებდა ბატონო რატომ დავსვი ეს შეკითხვა ანუ თქვენ რადგან განაცხადეთ რომ თქვენი პარტიის უკაცრავად თქვენი პარტიის ხელმომწერების ბატონო გესმით 80000 წევრი გვყავს ჩვენ პარტიას ქალბატონი ინგა 80000 ოფიციალური 9 მილიონი მხარდამჭერი გვყავს ყველას ოფიციალურად გავაფორმებ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად და მე არაფერი არ მინდა იმის გარდა რომ ბიძინა ივანიშვილის დაუდგეთ გვერდში და გავიმარჯვოთ ერთად. კარგი, დიდი მადლობა. მე მინდა მადლობა გავძლოთ ეს მუხანათობა. კარგით, მე მინდა მადლობა. ახლა მანდამაინც სააკაშვილს უნდა ვეჩხუბო ხელახლა. ბატონო ავთო, მე გეტყვით რატომ დაგისვით ეს კითხვა? გაჩნდა იმიტომ ეს კითხვა უკაცრავად. გამარჯვების დასაჩვენებენ ივანიშვილი და მარგიანი. დავაკონკრეტებ ეს კითხვა გაჩნდა იმიტომ რომ გუშინ იყო პოლიტიკური ღონისძიება და როდესაც თქვენი პარტიის სახელით განაცხადეთ რომ მზად იყავით რომ შეერთებოდეთ ოცნებას ამიტომ გაუჩნდა ჟურნალისტებს ეს კითხვა რა ხდებოდა თქვენსა და ოცნებას შორის და როცა თქვენ ამბობთ რომ ბიძინას როცა ვხვდებიო საყვედურს მეუბნება რატომ ხშირად არ ვსაუბრობთ მე და თქვენო რაზე გაქვთ მასთან თქვენ სასაუბრო და როგორ ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის რაზე სურს თქვენთან ხშირად საუბარი. ქალბატონი ინგა, შენ ნიჭიერი ხალი ხარ და ეს ჩვენი ნიჭიერება ახლა იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცას ამას თავს ვახებ. მე ბიძინა ისე მიყვარს რომ პატარა ლექსებიც კი შევქმენი ჩვენი ოცნება შენსკენ ისწრაფის ჩვენს გულში შენები წყინავს ცისკარი ივანიშვილო შენზე ძვირფასი ვინ ხავს ქართველ ერს დასაფიცარი კარგით, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ბატონო ავთო. ჩვენ დაიკო ინგას გაუმარჯოს ვაჟკაცურ ხალხს, რომელსაც ბევრი არაკაცური ადამიანები ნაცემი ყავს. მე, კარგით. იმედი არ რომ წინ არის. არა, სააკაშვილის ხოცემი ერთხელ მე რას ყვებით? არასოდეს არ მიცემია. სხვათა შორის არავინ მით უმეტეს სააკაშვილი, თორემ დიდი ხანია უკვე მოხდილი მექნებოდა ციხე. კარგით. ბატონო ავთო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე დაგემშვიდობებით ავთანდილ მარგიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. წევრიც ხარ იმ ოჯახს გაუმარჯოს. მადლობა, ნახვამდის. იმერეთში რო გაიზარდე გეტყობა. მადლობა ბატონო ავთო ავთანდილ მარგიანი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში. მე მას ვემშვიდობები.